როგორც კი ფონდი ქართუს და ქალაქის მერის მიერ გაჟღერდა ეს ამბავი, რომ იპოდრომის ტერიტორია სრულად გადაეცა თბილისის მერიას პარკის გასაკეთებლად, მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის, ჯერ ეს ერთი რას აპირებდნენ, რას უწოდებდნენ ისინი პარკის პროექტს, იმიტომ რომ მე თვითონ პროფესიით არქიტექტორი ვარ და ჩემთვის ძალიან ცხადი იყო, რომ პროექტი რაც წარადგინეს, პირდაპირ იყო იპოდრომის მოსპობა და განადგურება და თანდათან აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერთან ერთად თვითონ ამ პარკის პროექტის პროცესიც მიმდინარეობს აბსოლუტურად უკანონოდ, იმიტომ რომ დღემდე თბილისის მერიაში არსებობს ერთი დოკუმენტიც კი, რაც დაადასტურებს ამ პროექტის არსებობას და ამ მშენებლობის არსებობას სახელმწიფოში და მაშინვე დავიწყეთ ჩვენ იმაზე ლაპარაკი, რომ როგორც კი ტერიტორიის ერთ ნაწილს პარკად დაარეგისტრირებდნენ, ტყის ნაწილში, რომელიც დარჩა სინამდვილეში კერძო მფლობელობაში, წამოიწყებდნენ სამშენებლო პროცესებს. ეს კორპუსები ვიცით, რომ ყოველი მშენობა მოითხოვს ლოჯისტიკას, მოითხოვს საპარკინგეს სივრცეს, ისე გამოდის, რომ ახალი კორპუსებისთვის, იპოდრომის პარკად დაანონსებული ტერიტორია უბრალოდ იქცევა ცენტრალურ პარკინგად. ცენტრალური პარკის ნაცვლად ცენტრალური პარკინგი გამოვა, ხოლო ეს კორპუსები უზარმაზარ კედლად ამოშენდება, ხელს შეუშლის ზუსტად ამ ჰაერის შემოსვლას ვერის ხეობიდან, რომელმაც უნდა გაანიავოს მთელი ეს უბანი და შეექმნება ასევე სატრანსპორტო კოლაფსი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან გადატვირთული არის სამარაშვილი და ახლაც კიდე ამხელა დატვირთვის შექმნა იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი, საბურთალო გახდება გაუვალი ბეტონის ჯუნგლები. ეს გამოიწვევს სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვნად გაზდას და ეს გამოიწვევს მიმდებარე ქუჩების ისე გადატვირთვას, რომ არავითარი სადგომები იმას არ უშველის, ახლა იმ სადგომიდან ხო უნდა გამოვიდეს მანქანა და ისევ ქუჩაზე მოხვდეს. ისე რომ იქა როგორც დანიშნული იყო სარეკრეაციო ზონა, ისე უნდა დარჩეს აუცილებლად. იმის გადაკეთება რაიმე სამშენებლო თვალსაზრისით გამოყენება ტერიტორიად არის მავნებლობა საზოგადოების წინაშე, ქალაქის წინაშე, იქ აუცილებლად სარეკრეაციო ზონა უნდა იყოს და ამას მხარს უჭერს და ამას ამაგრებს ამას ის, რომ გარშემო მოსახლეობა იმას აქტიურად იყენებს როგორც სარეკრეაციო ზონას. ეხლა შეტანილია განცხადება მშენებლობის უფლების მიღებაზე იმ ცათამბჯენებიდან ორის რამდენადაც მახსოვს 2-ს ან 1-ის დაწყებაზე და ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს.